რა მოხდება თუ ჩემი შვილის ოთახის მეზობელი ანტისემიტია? უსაფრთხოა მისთვის, რომ თავისი კარის ჩარჩოზე მეზუზა დაკიდოს. ასე ფიქრობენ ადამიანები, რადგან ეს არის რეალობა. ყველა ინსტიტუტში სრული შეღწევა. იქნება ეს აკადემიური, მედია თუ კულტურული სფერო. ბოლო 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს ძალიან მიზანმიმართული კამპანია. ქრისტიანული საზოგადოების წინააღმდეგ, რათა ქრისტიანები და ებრაელები ერთმანეთს დააშორონ. მე არ მაქვს ნდობა ამ რეჟიმის მიმართ. ვფიქრობ, ისინი კიბოს მსგავსად არიან, რომელიც განაგრძობს გავრცელებას და კვლავ დაბრუნებას, ზუსტად როგორც კიბო. თუ მას სხეულიდან სრულად არ ამოიღებ, ის აუცილებლად იპოვის გზას, რომ ისევ გაიზარდოს. მოგესალმებით ყველას კვადში და განსაკუთრებულ ეპიზოდში უკვე მეორე წელია აქ კუპი ქრისტიანები გაერთიანებული ისრაელისთვის სამიტზე. შეილა ნაზარიანი, ექიმი შეილა ნაზარიანი. თქვენ ირანელი ებრაელი ხართ, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობთ და ძალიან საშიშ გარემოებებში გაიქეცით ოჯახთან ერთად. თქვენ ამას უყურებთ როგორც პატრიოტი ამერიკელი. რას გძნობთ, როცა ამ სცენებს უყურებთ? ძალიან ბევრი იმედგაცრუების გრძნობა მაქვს ქვეყნის მიმართ, რომელიც ასეთი ლამაზი იყო. ქვეყანა, რომელმაც ჩემს მშობლებს იმდენი რამ მისცა, მაგრამ სამწუხაროდ მათ ყველაფერი უნდა გაეწირათ იმისთვის, რომ თავიანთ ორ ქალიშვილს შანსი და ხმა მიეცათ. თავისუფლებები, რომელსაც აქ ამერიკაში ყოველდღე თავისთავად მიგვაჩნია. არ მიგვირს, როგორ იქცევიან ისინი. არ მიგვირს მათი მუქარები. არ მიგვირს, რომ ისინი ერთ რამეს აწერენ ხელს და ერთს ამბობენ მემორანდუმის დელეგაციის დროს. მათ 2 წელიწადი და ნახევარი აქვს სიამ. შანსი სხვა რაღაცისთვის, ზუსტად. მე არ მაქვს ნდობა ამ რეჟიმის მიმართ. ვფიქრობ, ისინი კიბოსავით არიან, რომელიც გააგრძელებს გავრცელებას და ხელახლა გაძლიერებას. და როგორც ექიმი, ზუსტად როგორც კიბო, თუ მას სხეულიდან ბოლომდე არ ამოიღებ, ის ისევ იპოვის ზრდის გზას. ასე ვუყურებ ირანის რეჟიმსაც. კი, არ ვფიქრობ, რომ ცდებით. და როგორც ყოველთვის ვამბობ, მორიელია. ისინი ვერ ცვლიან თავიანთ ბუნებას. ეს ასეა. და სამწუხაროდ მე არ მჯერა, რომ ეს მემორანდუმი რამეს შეცვლის. ფიქრობ, ყველა უბრალოდ დროს იგებს თავისი მიზეზების გამო. შამა, ადრე მეუბნებოდი, რომ დაკრძალვაზე საინტერესო სტუმრები იყვნენ. დიახ, ჩვენ ნახეთ დელეგაციები როგორც საუდის არაბეთიდან, ასევე ყატარიდან. ყატარი არ გვიკვირს. საუდის არაბეთი კი გაგიკვირდა? ეს გასაკვირია, რადგან საუდის არაბეთმა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში მრავალი წელი ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ისლამური რესპუბლიკის მიმართ. და რა თქმა უნდა, ირანის ომმა ნამდვილად აჩვენა თუ რამდენად. საუდის არაბეთის ლიდერობის პოზიცია ისლამური რესპუბლიკის მიმართ სრულიად განსხვავებულია, რადგან ერთი მხრივ ჩვენ გვყავს მუჰამად ბინ სალმანი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან შეიძლება ითქვას, სასტიკად არის წინააღმდეგი ისლამური რესპუბლიკის, მაგრამ საუდის მთავრობის ბევრ წევრს ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირი აქვს პოლიტიკურ ისლამთან. რატომ? ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი პოლიტიკურ ისლამში არიან ჩართული, მაგრამ ისლამურ რესპუბლიკასთან შეკრულები არ არიან. ისინი შიიტები არიან. ხო, სუნიტები არიან. ხო, საუდის არაბეთს დიდი შიიტური მოსახლეობა ჰყავს. განსაკუთრებით აღმოსავლეთ პროვინციაში, რომელსაც შაბქია ქვია, სადაც ყველაზე დიდი ნავთობის მარაგებია. რატომ აქვთ ამ ნაბიჯებს ყოველთვის ნავთობი? ვერ ვიგებ. ხო, ასე რომ ეს რეალურად საფრთხეს უქმნის თავად საუდის სახელმწიფოს არსებობას, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. გონია კიდევ ერთი რამ არის. ეს აქეთ-იქით ქნება. იცი, ისრაელი ჩვენი მოკავშირეა. ომში ერთად ვიყავით. აღნიშნეს, რომ ისინი იდეალური მოკავშირე არიან. და შემდეგ გასულ კვირას ვხედავთ, რომ ადმინისტრაცია ამბობს, უკეთესი იქნება მადლიერები იყვნენ და არ ვიცით, რას აკეთებს ისრაელი და სჯობს. ჩვენ მოგვისმინონ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, არაბული ქვეყნები ფიქრობენ, თუ ეს მათი იდეალური მოკავშირეა და ასე ექცევიან, ჩვენ როგორ მოგვექცევიან? ასე რომ არსებობს ეს უნდობლობა. ისინი მეზობლად არიან. ხო, მათ მოუწევთ ამ რეჟიმთან ცხოვრება თუ ის გადარჩება. ხო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ ერთი ფეხი აქ, კარში შეინარჩუნონ, მეორე კი ირანში. მოდით დელეგაცია გავგზავნოთ დაკრძალვაზე, მაგრამ ამავდროულად ვცადოთ აქედან ნორმალიზება, რადგან მათ არ იციან, ვინ გაიმარჯვებს და არც ის, რამდენ ხანს დარჩება ამერიკის ინტერესი ახლო აღმოსავლეთში. როგორც ჩანს დაასრულეთ. სანდრა, შენ ბევრ ლობირებას ეწევი ამერიკაში, კანონებისთვის, რომლებიც ამხელენ კატარისა და სხვა არასასურველი მოთამაშეების ბოროტ დაფინანსებას. რას გვეტყვი იმ ფენომენზე, რომელშიც ცხოვრობთ, თითქოს ამ კოშმაში გავიღვიძეთ. ვიცი, რომ ეს წლებია ხდება. ვიცი, რომ შენს წლებია იცი ამის შესახებ. რატომ აღწევს ეს ახლა პიქს? დიახ, ვფიქრობ ძალიან ლამაზად აღწერა ეს როგორც ფენომენი, რომელსაც თითქოს მხოლოდ ახლა ვაცნობიერებთ.
და იქნება ეს ის, რაც შენ შენიშნე 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჩვენი კამპუსები, ამერიკის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები, დაიკავეს არა ორგანულმა აქტივიზმმა, არამედ ანარქიისთვის გადახდილმა ადამიანებმა. ამან ნამდვილად გვაიძულა სიღრმისეულად შეგვეხედა ჩვენს ინსტიტუტებისთვის. როცა ჩვენი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების პრეზიდენტები კონგრესის წინ იჯდნენ და როცა მათ კითხეს, ეწინააღმდეგებოდა თუ არა ებრაელების გენოციდის მოწოდება მათი ქცევის კოდექსს და მათ უპასუხეს, რომ ეს დამოკიდებული იქნებოდა გარემოებაზე, ჩვენ მივხვდით, რომ გზა გვქონდა დაკარგული. და თუ ამ სიტუაციიდან რაიმე კარგი შეიძლება გამოვიდეს, ეს არის იმის გაცნობიერება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა უცხოელი აქტორების, განსაკუთრებით კი რენეგატი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიმართ, რომლებსაც ჩვენი დემოკრატიის გამოყენება შეუძლიათ ჩვენი დემოკრატიის შესასუსტებლად და ჩვენი განათლების სისტემის დასაფრობად. ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ გარკვეულ პოლიტიკებზე ამ სამიზე, რომლებიც სწორედ ამას გააკეთებენ. მაგრამ თქვენ ძალიან კარგი აზრი გამოთქვით დღეს დილით 3-ზე, როცა თქვით, რომ კანონები არსებობს, უბრალოდ ისინი არ აღსრულდება. ასეა. რა იქნება საჭირო, რომ ეს შეიცვალოს? ეს კანონი სინამდვილეში ძალიან ძველია. ის 1965 წლიდან არსებობს. დაწერილია ცივი ომის შემდგომი პერიოდის გარემოში და გარემო შეიცვალა, ხომ ასეა? შეიძლება ეს კანონი რუსეთთან მიმართებაში იყოს დაწერილი. და ის ძალიან პრიმიტიულია და რეალურად არ ასახავს არსებულ ვითარებას, რადგან ფული ამ რენეგატი სახელმწიფოებიდან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, არაკომერციული ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ცენტრების მეშვეობით გადადის ამ სკოლებში. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ ამ კანონის შეცვლა, რომ ეს გზა მთლიანად დაიხუროს და ვეღარ შეძლონ ფულის გათეთრება სკოლაში. ესევე ეს ქმნის გამჭვირვალობას, რაც ამჟამად საერთოდ არ არსებობს. ის მოითხოვს ინფორმაციის გამჟღავნებას მიუხედავად იმისა, საიდან მოდის ფული. და შემდეგ ეს ყველაფერი ხდება საჯაროდ საძიებო მონაცემთა ბაზა. და შემდეგ ყველა დაუმალავი ინფორმაცია იგზავნება ჩვენს უსაფრთხოების სააგენტოებში, რათა მათ შეძლონ საფუძვლიანად შეისწავლონ და იმუშაონ ამაზე და განსაზღვრონ არის თუ არა ეს ნამდვილი აკადემიური ინტერესი ან შეშფოთება, თუ ჩვენ ვიყავით უცხო ქვეყნის მიერ გამოყენებული. ეს საოცარია. თქვენ ფაქტობრივად ყველაფერს გამჭვირვალეს ხდით, რომ ყველას შეეძლოს ნახვა დიახ მათ თვალწინ. გამჭვირვალობა ნდობას აჩენს. ეს შესანიშნავია. შარი გასულ წელს ვიტყოდი, ანუ მას შემდეგ რაც აქ ვიყავი შარშან, ვსაუბრობდით ტაკერ კარლსონზე და კანდეის ოუენსზე. კანდეის ოუენსზე თითქოს დავიღალეთ ამ იდიოტებზე ლაპარაკით. მაგრამ ძირითადად ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს ქრისტიანთა საზოგადოების წინააღმდეგ, რომ დააშორონ ქრისტიანები და ებრაელები. ეს ყველგან ნახეთ. გრძნობ, რომ ჩარლი კირკის ყველობის შემდეგ თითქოს კარები გაიღო. ან სულ მცირე. ეს აშკარა გახდა და თითქოს ის ამ ყველაფერს აკავებდა. თქვენ ხართ ორგანიზაცია ქრისტიანები ისრაელის მხარდასაჭერადის თანადირექტორი. რას გრძნობთ ადგილზე? დიახ, მეორე ვარიანტი ის ამ ყველაფერს აკავებდა მილიონობით ქრისტიანის. ორგანიზაცია ქრისტიანები ისრაელის მხარდასაჭერადის 10 მილიონი წევრის მხარდაჭერით. პასტორი ჰეიგი ამ საქმის გულშია. ის ამ ყველაფრის გულია უკვე 40 წელზე მეტია და საბოლოო ჯამში, თუ ქრისტიანი ხარ და ბიბლიას ენდობი, ისრაელს არასოდეს გაემიჩნები. და როგორც ებრაელები, ყველაზე უსაფრთხოდ მაშინ ვიქნებით, როცა ევანგელისტები საკუთარ ბიბლიას ენდობიან, როცა ქრისტიანები უარყოფენ ჩანაცვლების თეოლოგიას, რადგან თუ ბიბლიას წაიკითხავთ, ის სიონისტური დოკუმენტია. და იმ წამს, როცა ეს ბოროტი მოქმედი პირები ამბობენ, არა, ისრაელი, რომელზეც კითხულობ, არ არის დღევანდელი ისრაელი, შენ საკუთარ თავს ვერ ხედავ ამ ისტორიაში. და როგორც ყველაფერი, ეს შეიძლება დავიდეს იდენტობის პოლიტიკამდე და ზოგჯერ იდენტობის პოლიტიკა კარგიც არის, ხო? ჩვენთვის ჩვენი იდენტობა ის არის, რომ სიონისტები ვართ და ისრაელი ჩვენი ბიბლიური სამშობლოა. ქრისტიანებიც ამავე ისტორიაში არიან ჩაწერილნი, ამ სამშობლოსა და აღთქმულ მიწასთან. იმ წამსვე, როცა ისინი ამბობენ, არა, ეს არ არის თქვენი ისრაელი, ეს არ არის ებრაელების ისრაელი, თქვენ არ გაქვთ წილი, თქვენ არ გაქვთ იდენტობა. და მერე კითხვის ნიშნები გიჩნდებათ. და აღარ იცით სად ეძებოთ სიმართლე. და შენდა დიდხებთ მოსმენას იმ ადამიანების, რომლებიც აბსოლუტურად იტყუებიან. და სწორედ აქ ვერთვებით ჩვენ, ორგანიზაცია ქრისტიანები ისრაელის მხარდასაჭერად, ადამიანებს ისრაელის მიწის შესახებ ბიბლიურ და პოლიტიკურ ჭეშმარიტებებს ვასწავლით. მაგრამ იცით რა მომეჩვენა ძალიან საინტერესო, ბევრ კონფერენციაზე დავდივარ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ვამჩნევ, რომ აქ ახალგაზრდები არიან. ყოველ წელს როცა მოვდივარ, კიდევ უფრო ახალგაზრდები არიან. ჩვენ გვაქვს მართლაც შემზარავი ჩვენებები საშუალო სკოლისა და კოლეჯის მოსწავლეებისგან. ვიფიქრე ახლა ებრაელებზე არ ლაპარაკობ. ქრისტიანებს ავიწროებენ იმის გამო, რომ ისრაელს უჭერენ მხარს. სად არის უსაფრთხოება? ისინი წინა ხაზზე არიან. აქ თითქმის 300 საშუალო სკოლის მოსწავლეა და 300-ზე მეტი კოლეჯის სტუდენტი.
და როგორც კი შენს კამპუსში ისრაელის დროშით დაჯდები და ისრაელზე ილაპარაკებ, ებრაელი იქნები, ქრისტიანი, მუსლიმი თუ ჰინდუ, მნიშვნელობა არ აქვს. შენ სამიზნე ხარ. ამიტომ ჩვენ ვამზადებთ ჩვენს ბავშვებს, კუფი ბავშვებს, როგორც ჩვენ ვეძახით მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კოლეჯის სტუდენტები არიან. რომ იცოდნენ სიმართლეში მტკიცედ მგარიყვნენ და იცოდნენ, რომ ისინი, ვინც მათ ეწინააღმდეგებიან, არა მხოლოდ ტყუილებს არცელებენ, არამედ ისეთ რაღაცებს, რაც თავადაც არ ესმით. და როცა მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცამ ნამდვილად მოусმინოს, ჩვენი სტუდენტები აღჭურვილნი არიან სიმართლით და ეს აშკარად ჩანს. ხო, მინდა ამას რაღაც დავამატო, რადგან ამას უწოდებ ანტისემიტიზმს ირიბი ფორმით. და ჩემთვის ნამდვილად გარდამტეხი იყო, რომ შაშან კუფიში ჩამოვედი და პირადად მოვისმინე ქრისტიანებისგან, რა არის კუფი და რა ფასეულობები აქვთ მათ. იცით, წინააღმდეგობის გაწევა იმ ჩანაცვლების თეოლოგიის პროპაგანდისთვის, რომელსაც ინტერნეტში ვხედავთ, რაც ჩემი აზრით კონკრეტულად მუსლიმთა საძმოს არხებიდან მოდის. იმისთვის, რომ შეაფერხონ ალიანსი და პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა კუფი, რომლებიც საოცრად ტაქტიკურები და სტრატეგიულები არიან ამ ხედვის, ანუ აშშ-სა და ისრაელს შორის პარტნიორობის პოპულარიზაციაში. ეს ბიბლიურია, სულიერია და საოცარია ამის ნახვა. რაც მინდა ვთქვა ანტისემიტიზმის ირიბ ფორმაზე, არის ის, რომ ამას გეოპოლიტიკურადაც ხედავთ. მაგალითად, ქვეყნებმა, რომლებმაც აბრაამის შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, ირანის ომამდე და მის შემდეგ ჩვენ ამას ვხედავთ. იგივე შაბლონი, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენეს, რათა ისრაელი დაემონიზებინათ და გაემარტოებინათ. იგივე შაბლონი გამოიყენეს ისეთი ქვეყნების წინააღმდეგაც, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი და მაროკო. და თუ დაუბრუნდებით იმას, რაც ადრე ვთქვით ხამენეის დაკრძალვაზე, საოცარია იმის ნახვა, რომ ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა არ გაგზავნეს დელეგაციები ამ დაკრძალვაზე. ეს უჩვეულო იყო, ჩვეულებრივ. ისინი თავს შეიკავებდნენ. დიახ. ხო, მათზე თავდასხმა მოხდა. ისინი იძულებულნი იქნებოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ეს გვაჩვენებს, რომ სპარსეთის ყურეც იცვლება. და ქვეყნები, რომლებმაც ნორმალიზაციის შეთანხმებებს ხელი მოაწერეს, კიდევ უფრო ამყარებენ საკუთარ სუვერენიტეტს. და რომ ქუვეითი თუ საუდის არაბეთს ნორმალიზაციისკენ მკაფიო გზა ექნებოდა, ქუვეითიც ნორმალიზაციას მოახდენდა. და ვფიქრობ, ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ეს საოცარია და მართლა მათ იმდენ ადგილას აქვთ თავისი გავლენა გაშლილი. და ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მათ აქვთ თავისი გავლენა, არის რესპუბლიკური პარტიის ნაწილი. ან სულ მცირე, ისინი თამაშობენ გარკვეულ ელემენტებთან, რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარ თავს ასე მიიჩნევენ. იცი, შენ მუდმივად მედიის სახე ხარ Fox-ზე. შენ ხარ ამატი რესპუბლიკელი თუ არ ცდები, ძალიან უჭერ მხარს პრეზიდენტ ტრამპს. რა, როგორ იყო ეს უცნაური, იყო ეს შენთვის უჩვეულო, იყო ეს შენთვის შოკის მომგვრელი. შეიშვენე, როგორ შემოიპარა ეს და როგორ უმკლავდები ამას. იცი, ცოტათი არ ვეთანხმები, მაგრამ ცოტათი არ ვეთანხმები. მე მგონია, რომ ანტისემიტიზმი ან ჩანაცვლების თეოლოგია რესპუბლიკელების მხარეს უფრო პოდკასტერების მხრიდან ხდება. ესენი არ არიან კანონდებლები. სწორია. მარცხლივ კი, ეს არის ის მიმართულება, სადაც პარტია მიდის. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კანონებს იღებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ და უფრო მაღალ თანამდებობებზე აირჩევიან. ამიტომაც მათ ეს არ გააპროტესტეს. და ვფიქრობ, რესპუბლიკურ პარტიას აქვს სარგებელი წარსული გამოცდილებიდან. მათ დაინახეს, როგორ გაანადგურა ამან დემოკრატიული პარტია. და თქვენ ნახეთ, როგორ გააპროპროტესტა ეს პრეზიდენტმა ტრამპმა. თქვენ ნახეთ, როგორ უწოდა პრეზიდენტმა ტრამპმა ტაკერს უცნაური. და იცით, ეს ადამიანები, რომლებსაც მარკი ლევინი ნამდვილი. რესპუბლიკელია. ხო, და მერე, ხო. დიახ, და მიუხედავად იმისა, რომ მარკ ლევინი კრიტიკულად იყო განწყობილი ადმინისტრაციისა და მათი გადაწყვეტილებების მიმართ, მემორანდუმთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ხო. ნაინც არის სიყვარული და დაფასება. სხვათა შორის თეთრი სახლიდან გამოვიდა ინფლუენსერების სია, რომლებიც ახლა persona non grata ითვლებიან, რადგან მათ უხდიან იმისთვის, რომ რაღაცები თქვან. და ისინი, ხომ იცით, წავიდნენ კატარში ან სხვა ადგილებში. თეთრმა სახლმა სია გამოაქვეყნა. ბიაფ. ვაუ. არ ვიცოდი. ეს პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რადგან მათ უხდიდნენ. დიახ, კონსერვატორი ინფლუენსერები. ასე რომ, როცა ხალხი ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია ასეთ ადამიანებს, გრიფტერებს ან გროიპერებს არ ამხელს, ეს სრულიად სიმართლეს არ შეესაბამება. და უმეტესად ეს არჩეული ოფიციალური პირები არ არიან. ესეთ რაღაცა, სულ მცირე, ისინი ებრძვიან ამას. სულ მცირე, აღიარებენ, რომ ეს ნორმალურია. ისინი ომში არიან. სახლი წესრიგში. ისინი მუშაობენ, რომ მათი სახლი წესრიგში იყოს. და მე არ ვამბობ, რომ თომას მასი ტაკერ კარლსონია. ხო. მაგრამ იცით, თომას მასი ისრაელის მეგობარი არ ყოფილა. არა. და არც არის.
თომას მასის აღარ აქვს სამსახური. ხო. აი ესე მუშაობს დემოკრატია. ვის უნდა ახლა პრეზიდენტად იყაროს კენჭი? და ამიტომაც ვფიქრობ, რომ შილას აზრი სწორია. ჩვენ უფრო მეტად ვცდილობთ სამართლიანად შევაფასოთ ყველაფერი. მიუხედავად იმისა, ვინ აკეთებს ამას. ვინ აკეთებს ამას? ვიცი, რომ გუფიში ვამტკიცებთ, რომ მიუკერძოებლები ვართ. ჩვენ, ხომ იცით? ყველასთან ერთად მუშაობდი. ჩვენ ყველასთან მუშაობთ, მაგრამ ასევე ვამბობ, რომ თუ ეს თომას მასია, რომელიც ჩვენს საკითხებზე ძლიერი არ არის, დიახ, ებრაელებმა ებრაულმა ორგანიზაციებმა კამპანია ჩაატარეს მის წინააღმდეგ კენტუკიში და CFI Action Fund-იც შეუერთდა. იმიტომ რომ არ გვინდოდა მხოლოდ ებრაული ჯგუფები ყოფილიყვნენ, ვინც თომას მასის წინააღმდეგ იდგნენ. განსაკუთრებით ისეთ შტატში, როგორიცაა კენტუკი, სადაც იცით დაახლოებით 12 ებრაელია. ჩვენ გვინდოდა შევერთებოდით ჩვენს ებრაელ მეგობრებს და გვეთქვა მათთვის, რომ ანტისემიტიზმი ზოგადად ეს არ არის მხოლოდ ებრაელების პრობლემა, ეს არის ადამიანური პრობლემა. და ამიტომ ვაკეთებთ ამას, რადგან ეს სწორია. და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ რესპუბლიკური პარტიისგან. მაშინ როცა ახლა ანტისემიტიზმი, იცით, გახდა ერთგვარი მახასიათებელი და არა დემოკრატიული პარტიისთვის. ბოდიში, პირიქით. დემოკრატიული პარტიისთვის. მაგრამ პოულობთ თუ არა რესპუბლიკურ პარტიაში, ან მინიმუმ რესპუბლიკურად განწყობილ ადამიანებში, რომ ეს ახალგაზრდებშია გავრცელებული, რადგან ასე ამბობენ ხალხი. იცით, ვფიქრობ, თუ გინდათ ინტელექტუალურად სამართლიანი იყოთ ამ საკითხში, უნდა აღიაროთ, რომ არაფერია სიახლის ღირსი ან საკამათო იმაში, რომ ახალგაზრდები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ წინა თაობის ღირებულებებსა და მორალს. კარგი. არ მაწუხებს, როცა ახალგაზრდები კითხვებს სვამენ ან დაბნეულები არიან, რადგან ეს ზრდის, სწავლებისა და ცოდნის ნაწილია. და მხოლოდ იმიტომ, რომ ტაკერ კარლსონს უყურებ და მის ვიდეოებზე აჭერ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გააქტიურდები და ხმის მიცემას გადაწყვეტ. მე ბევრად უფრო მაწუხებენ ლიდერები, უფროსები. ან ისეთი ადამიანები, როგორიცაა ტაკერი, კენდისი, მეგანი, თეო ვონი და სხვები, რომლებიც იყენებენ თავიანთ გავლენას და პლატფორმას იმისთვის, რომ მასეთი ქცევა ლეგიტიმური გახადონ, რომ ეს აღარ აღიქმებოდეს როგორც სიძულვილი, არამედ აღიქმებოდეს როგორც პატრიოტიზმი. სხვა რამ, რაც ჩემს გამოცდილებაში განსხვავებულია, არის ის, რომ მემარცხენეებიდან ბევრ ადამიანთან საერთოდ ვერ ილაპარაკებ ლოგიკურად. იცი, ამბობენ, ფაქტები გდევნიან, მაგრამ შენ უფრო სწრაფად გარბი ხარ. ასეა. მაშინ როცა ჯუბილიზზე ვიყავი, ჩემ გვერდით მეჯდა საზღვაო ქვეითი, ყოფილი საზღვაო ქვეითი. და მან მითხრა, იცი, ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ის ჩურჩულით მელაპარაკებოდა, რადგან ჩვენ წინ იღებდნენ. იცი, როგორ გვატანებენ ხოლმე ბევრს უკან. და ის მეუბნება, ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ უნდა ვაძლევდეთ ისრაელს ფულს. და მე ჩუმად უთხარი. იცი, ისრაელმა ახლახან მოკლა ჰეზბოლას წევრი, რომელმაც 42 საზღვაო ქვეითი მოკლა. ხო. და მაშინვე ასე სწრაფად შემოტრიალდა და თქვა, უნდა დავეხმაროთ ისრაელს. ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. უბრალოდ ინფორმაცია აკლდა. მაგრამ ეს ხო დიდი პრობლემა აქვს, შამა, ინფორმაცია. და ჩვენ უბრალოდ ვერ მივხვდით, როგორც ადრე ვთქვით, ვერ გავაცნობიერეთ, რომ 20 წლის განმავლობაში იყო ჯერ ფარული და შემდეგ უფრო აშკარა ინდოქტრინაცია აკადემიურ წრეებში. გულისხმობ იმას, რომ მარისა სტრაიდერიც კი ამბობს, რომ უკვე საბავშვო ბაღიდან მე-12 კლასამდე ხდება ინდოქტრინაცია. როგორ იცით, თქვენ წლებია აკვირდებით და ებრძვით მუსლიმთა საძმოს, მთელი ჩემი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ბავშვი ვიყავი ამერიკაში, თქვენ ცხოვრობდით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ისინი ეფექტურად მოქმედებდნენ. ისინი ძალიან ეფექტურად ებრძოდნენ მუსლიმთა საძმოს. ეხლა აქ მოხვედით და ფიქრობთ, რა ჯანდაბა მოხდა. დიახ, ვფიქრობ, პირველ რიგში ფხიზლად უნდა ვიყოთ მუსლიმთა საძმოს ტაქტიკების მიმართ. მაგალითად, ვეთანხმები სანდრას, რომ კანონები და კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დემოკრატიაში მათი მოქმედების გზა ასეთია. ისინი კონკრეტულ ინსტიტუტებში ბიუროკრატებს იბირებენ. ამიტომ თუნდაც კანონი არსებობდეს, თუ ისინი გაწვრთნილები არიან, რომ დაბლოკონ ეს კანონი, არ განახორციელონ ის. ან რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ საქმე მაგიდაზე. მაშინ არავინ არის რეალურად დაცული ამ კანონით. ამიტომ ჩვენ ნამდვილად უნდა გავიღვიძოთ და ეს არის ჩემი როლი. და ჩვენგან ბევრ ადამიანს აქ გუფიში და მე გაქებთ, რომ აისკაპი მოიცვიეთ. საუბარი მუსლიმთა საძმოზე ნამდვილად საჭიროა, რადგან უნდა გავიღვიძოთ და დავინახოთ, რა გააკეთა მუსლიმთა საძმომ მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში და რა გააკეთა ისლამურმა რესპუბლიკამ 10 წლეულების განმავლობაში. და ეს ნიშნავს ყველა ინსტიტუტში სრულ ინფილტრაციას. იქნება ეს აკადემიური, მედია თუ კულტურული. და რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვიღვიძებთ ვაშინგტონში და ვამხელთ ფინანსურ არხებს, ხალხი კი ამხელს კატარს, ეგვიპტეს, თურქეთს, საუდის არაბეთს და ასე შემდეგ. მაგრამ ნამდვილად
არ არის საკმარისი მხოლოდ ამ ფინანსური არხების მხილება. უნდა შევწყვიტოთ. უნდა გადაუკეტოთ ეს ფინანსური არხები, რაც შეიძლება მალე, რომ მაინც შევძლოთ ზიანის შეფასება და მისი გამოსწორება. ამჟამად ისინი ადაპტივდებიან, ფორმას იცვლიან. ისინი იყენებენ კრიპტოვალუტას, ისინი იყენებენ მესამე და მეოთხე მხარის ორგანიზაციებს. ზუსტად ამას ამბობდი. ასე ატარებენ ფულს. სრულიად სწორია. და გაითვალისწინე, მათ ასევე აქვთ საინტერესო სტრატეგია, სადაც ისინი სხვადასხვა დონეზე ლიდერებს ამზადებენ. ასე რომ თქვა, დემოკრატებს დაუპირისპირდები, მაშინ სოციალისტი დემოკრატები წამოიწევენ. და ძალიან მცირეა თანამშრომლობა A ხაზის ლიდერებს, B ხაზის ლიდერებსა და C ხაზის ლიდერებს შორის. ზოგჯერ ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. ამიტომ შეიძლება გეგონოთ, რომ მართლაც ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ყველანი ვცდილობთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. და საუკეთესო რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. და ეხლა პირდაპირ თქვენ გესაუბრებით, საუკეთესო რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ვისწავლოთ იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც საბოლოოდ საკმარისი სუვერენიტეტი შეინარჩუნეს, რომ შეძლეს ის, რასაც მე ვუწოდებ, სუვერენიტეტი ისრაელთან ნორმალიზაციაზე გაეცვალათ. რადგან იმისთვის, რომ ეს არჩევანი გქონდეს, რომ შეძლო ნორმალიზაცია და მშვიდობა ისრაელთან, ნიშნავს, რომ სუვერენული ქვეყანა ხარ და ჯერ კიდევ შენ აკონტროლებ სიტუაციას. და სწორედ ამას აქცევენ საფრთხის ქვეშ ამ ქვეყანაში. ამერიკელების უფლებას გქონდეთ სუვერენიტეტი საკუთარ ქვეყანაში. და კიდევ ერთი საინტერესო რამ დაკრძალვასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, არის ის, რომ ირანში პროცესიები დაიწყო 4 ივლისს. რატომ არის ეს რეჟიმი ასე შეპყრობილი ამერიკის ყოველდღიური დასუსტებით? ისინი ფაქტობრივად აწყობენ ანტი-4 ივლისის დღესასწაულებს მთელ ირანში. სიტყვასიტყვით პროცესიები მთელ ქვეყანაში. კარგი შენიშვნაა. ჩვენ ეს ნათბასთანაც გვაქვს არა, ისინი ჩვენი საკუთარი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის უფლებასაც კი არ გვაძლევენ. 100% იგივე ტაქტიკაა. იცი, შარი ძალიან ემოციურად ისაუბრე იმაზე, რომ შენი შვილი კოლეჯში მიდის. და როგორ ამზადებ ბავშვებს ამ თავდასხმებისთვის? მოვიყევი ცოტა იმაზე, თუ როგორ ერთიანდები სხვა დედებთან ერთად. ამიტომ ვიტყვი, რომ ეს სიურრეალურია და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამერიკაში 2026 წელს მე ჯგუფურ ჩატებში ვარ სხვა ებრაელ დედებთან ერთად. და ჩვენი შვილები სწავლობენ კანზასის უნივერსიტეტში, რომელიც შესანიშნავად ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის ანტი-ისრაელურ სიძულვილს. არც ერთი საპროტესტო ბანაკი, ფენომენალური ებრაული საზოგადოება. და მაინც საუბრები ასეთია. რა მოხდება თუ ჩემი შვილის რუმეითი ანტისემიტია? უსაფრთხო ამისთვის, რომ იცით მეზუზა დადიდოს კარზე. ზოგიერთი ამბობს, რომ კარგიაო, ჩემი შვილი, ესე ვთქვათ, ძალიან ებრაულად არ გამოიყურება, ამიტომ მას სამიზნედ არ ამოიღებენ. და ხალხი ამას ამბობს. ასე ფიქრობენ ადამიანები, რადგან ეს არის რეალობა. მე მოდერაციას უწევდი პანელს, რომელშიც 2 ებრაელი სტუდენტი მონაწილეობდნენ, რომლებიც აქ 3-ზე იყვნენ. ერთმა მათგანმა ბერკლის უნივერსიტეტი დაამთავრა. და მან თქვა, რომ იმ ჯგუფებიდან, სადაც ადრე ლიდერი იყო, ლაშქრობის ჯგუფები, გარემოს დაცვითი ჯგუფები, ხელმძღვანელობამ მას არა მხოლოდ ლიდერის პოზიციები ჩამოართვა 7 ოქტომბრის შემდეგ, არამედ საერთოდ გააგდეს ამ ჯგუფებიდან. ასე რომ, ჩვენი შვილები რეალობის წინაშე დგანან, რომელიც არასდროს გვეგონა, რომ რეალური იქნებოდა, მაგრამ არის. ასე რომ, როცა უნივერსიტეტის კამპუს ათვალიერებ და ერთადერთი რასაც ხედავ არის ცარცით დაწერილი თავისუფალი პალესტინა, ეს კარგია. კამპუსი კარგია, რადგან მხოლოდ ეს არის. როცა აგვისტოში ჩემი შვილი კამპუსში დადის, მინდა რომ სწავლაზე და მოზარდად ყოფნაზე ფიქრობდეს. და არ უწევდეს ფიქრი საკუთარ უსაფრთხოებაზე. ცარცით წარწერები ვიღაცა უყურებს და ფიქრობს, ებრაელია, არა ებრაელი. ამიტომ, როგორც ებრაელი მშობლების საუკეთესო რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ჩვენს შვილებში სიამაყის გრძნობის ჩანერგვა, რომ იუდაიზმი მხოლოდ ბრძოლა და ადვოკატირება არ არის, რომ უნდა გიყვარდეს იუდაიზმი და უნდა იცოდე რისთვის იბრძვი. უნდა იყოს რაღაც პოზიტიური, რაც დააბალანსებს ნეგატიურს და არა მხოლოდ დაცვა. რა თქმა უნდა, რადგან ღმერთისნებით და მე მჯერა რომ ერთ დღეს ამ ტენდენციას შევაბრუნებთ, რადგან ასე უნდა იყოს, უნდა იყო ოპტიმისტი. და შემდეგ ჩვენი სტუდენტები, გუფას სტუდენტები, ჩვენი ებრაელი ბავშვები, მათ ნამდვილად უნდა გაამახვილონ ყურადღება იმაზე, რა გვიყვარს ისრაელში როგორც ქრისტიანებს, რა გვიყვარს ისრაელში როგორც ებრაელებს. რადგან დღის ბოლოს სინათლე გაიმარჯვებს და ჩვენ უნდა მივეკიდოთ ამ რწმენას სიბნელეში. სანდრა, რა არის ყველაზე დიდი გამოცვალა, რომელსაც თქვენ საქმიანობაში აწყდებით?
კარგი, ირონიულად რო ვთქვა, ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ დაუსრულებლად მესმის კითხვა ქრისტიანი ევანგელისტი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც თითქოს კარგავენ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ. თქვენ თვითონაც თქვით ეს. აქ აუდიტორია ყოველ წელს უფრო და უფრო ახალგაზრდავდება. ხო, და თუ ქრისტიანი ევანგელისტი ხარ, შენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ არსად არ წავა. ამიტომ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის მართლა ქრისტიანია, რადგან ქრისტიანი ვერ იქნები და ამავდროულად ანტისემიტიც იყო. და კიდევ ერთი რამ, რაც უბრალოდ იცით საინტერესოა ამ სფეროში ქრისტიანად ყოფნასთან დაკავშირებით. და ეს ბრძოლა რაც არ უნდა იყოს, ქრისტიანებისთვის, მეառობისთვის, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეებს ვესალმებით, მაგრამ წინააღმდეგობა თითქმის სიამაყის საგანია. რადგან ჩვენი ბიბლია, ძველი აღთქმაც და ახალი აღთქმაც, გვასწავლის, რომ როცა სწორისთვის დგახარ, განსაცდელი გარანტირებული გაქვს. შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ორმოში, მაგრამ საბოლოოდ სასახლეში აღმოჩნდებით. გამარჯვებას ვერ მიაღწევთ, თუ ჯერ ტრაგედიას არ გადაიტანთ. ამიტომ ჩვენთვის, თუ ხალხი ჩვენს წინააღმდეგ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის, რისთვისაც ვიბრძვით, არ ღირს და საკმარისად არ ცდილობთ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები შეიძლება ცუდად გამოიყურებოდეს, ან ცუდად ჩანდეს ქრისტიანული თეოლოგიის თვალსაზრისით, იცით, ჩვენ ავაშენეთ კიდობანი. მზად ვართ წარღვნისთვის. აბა წამოვიდეს სვიმა, რადგან ჩვენ კარგად ვიქნებით. ვაუ. ანუ თავარი ისაა, რომ გაუქმების კულტურაა პრობლემა, არავის უნდა კამათი. უბრალოდ გშლიან. შენ სიონისტი ხარ, აღარ გელაპარაკებით. აი ესაა პრობლემა. თქვენ ამბობთ, ჩვენ კამათს ვართ მიჩვეულები, მაგრამ ისინი არც კამათს და არც საუბარს არ აპირებენ. დიახ, ანუ ჩვენ დიდი ხანია სხვადასხვა მიზეზით გშლიან და ამაზე მიჩვეულები ვართ. დიახ, ამიტომ და კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს გამკლავება ამ წელს? ძალიან სახალისოა, როცა ოჯახი მოდის და ერთმანეთს ყვირით. ზუსტად ასეა. მართლა კარგი დაცვაა წელს. დიახ, ძალიან კარგი. ასე რომ იცი, ეს არ არყევს შენ საფუძველს. ეს უბრალოდ ქრისტიანისთვის არ ნიშნავს, რომ ჩვენ ზე ადამიანები ვართ და არ გვინძიმს ან არ ნაწყენდებით, მაგრამ ეს ამტკიცებს, რომ ის, რისთვისაც ვიბრძვით, ნამდვილად ღირს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ. ხო. და რადგანაც ჩვენ ჯერ კიდევ კონსტიტუციური რესპუბლიკა ვართ, სადაც არჩევნებს მნიშვნელობა აქვს, ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მივიღებთ კანონებს, რომლებიც არ სრულდება, თქვენ სამსახურს დაკარდავთ. და არის მოკლესი ადამიანების, რომლებმაც ეს თავიანთ პრაიმერებში უკვე გამოსცადეს. ასე რომ არჩევნებს შედეგები აქვს. ჩვენ ორპარტიული სისტემა გვაქვს და სწორედ ამას აკეთებს CFI Action Fund-ი. ის წარმოადგენს ჩვენი მილიონობით წევრის ხმას ვაშინგტონში, DK, წლის ყოველ დღე. არა მხოლოდ წლის ერთ შაბათ-კვირას, რადგან ჩვენ არსად მივდივართ და ჩვენ მოგვისმენენ და ჩვენთან ანგარიშს გაიწევენ. ღმერთმა დაგლოცოთ და მადლობა ღმერთს, რომ მყავხართ. შილა, როგორ უმკლავდება აქაური სპარსული საზოგადოება ყველაფერს? იცი, შენ ალბათ ყველაზე დიდ სპარსულ დიასპორაში ცხოვრობ სოფიოში. ეს არის კალიფორნია, ლოს-ანჯელესი. და იცი, აქ არიან ებრაელი სპარსელები, არაებრაელი სპარსელებიც. ყველა საკმაოდ ერთიანია იმაში, რომ ეს ცუდი რეჟიმია და ისინი უნდა გააძევან. აქ ასევე ბევრი პრორეჟიმის წარმომადგენელია, ნაიაკი და სხვა მსგავსი ადამიანები და ორგანიზაციები. როგორ ფიქრობ, ისინი იმედგაცრუებულები არიან? გრძნობენ, რომ იმედს კარგავენ. თუ ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ ირანის გათავისუფლების შემდეგი ეტაპია, მე ვფიქრობ, რომ ეს მრავალფეროვანი საზოგადოებაა და მგონია, რომ აქ სხვადასხვა გრძნობები და ემოციებია. ფიქრობ, ყველა ძალიან მადლიერი იყო პრეზიდენტი ტრამპის მიმართ იმისთვის, რაც მან გააკეთა, დიახ, და იმისთვის, რომ რეალურად იმოქმედა ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ირანის ხალხი აწამა და ჩვენგან ბევრსაც გვაზარალა. მადლობა ღმერთს, სანუგეშო ისაა, რომ ჩვენ ამერიკაში ვართ. მაგრამ იცი, ყველაფერი დავკარგეთ. ჩვენ ხო, როცა ჩემი ოჯახი აქ ჩამოვიდა, ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ 8 ადამიანი. ჩემი მამა ველოსიპედით დადიოდა. იცით, ინგლისური უნდა გვესწავლა. არაფერი ვიცოდით. და წარმოიდგინეთ, რომ ხართ 45 ან 50 წლის და სრულიად ახალ ქვეყანაში თავიდან იწყებთ ყველაფერს. ფიქრობ, ბევრი ადამიანი ძალიან იმედგაცრუებული იყო, რომ საქმე ბოლომდე არ მივიყვანეთ. და ზოგიერთი განცხადება, რომელიც ახლა ადმინისტრაციიდან ისმის, მაგალითად თითქოს ჩვენ არასდროს გვინდოდა რეჟიმის შეცვლა. ან იცით, ჩვენ მათი სამხედრო ძალა გავანადგურეთ და ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი. ბევრი ადამიანი კომენტარს აკეთებს ჩემს სოციალურ ქსელებში, იცით, ამბობდით, რომ დახმარება მოდიოდა. სად არის დახმარება? ამიტომ ვფიქრობ, როდესაც ირანელები დიასპორაში ხედავენ საჯარო სიკვდილით დასჯას იმ ახალგაზრდა ადამიანების, რომლებმაც გააპროტესტეს მხოლოდ ის ძირითადი თავისუფლებები, რომლებსაც ჩვენ აქ ვსარგებლობს და ყოველდღე ჩვეულებრივად მივიჩნევთ, ეს ძალიან მტკივნეულია. იცით, ეს მტკივნეულია, რადგან საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ აქ შუალედური არჩევნები მოდის. მაგრამ როგორც მე ვფიქრობ ამაზე და ვცდილობ ადამიანებს აუხსნა, ალბათ ისე როგორც ჩვენი ვგზნო ირანელები ვგრძნობთ უკრაინის მიმართ. იცით, რა თქმა უნდა, არ გვინდა რომ უკრაინელები იტანჯებოდნენ, მაგრამ რამდენად ვართ მზად ჩვენ თვითონ ვიტანჯოთ აქ, ASHS-ში.
ხო, ესეც ნაწილია, არა? დიახ, თუ ჩვეულებრივ ამერიკელებს შეხედავთ, თუ არ უნდათ რომ ბენზინის ფასები დიდხანს იყოს მაღალი ირანის გამო, თუ ამისთვის დიდხანს მზად არ არიან, ეს არ ნიშნავს რომ ისინი ირანის წინააღმდეგი არიან. ეს არ ნიშნავს რომ ისინი რეჟიმის მხარდამჭერები არიან. იგივეა ისრაელთან დაკავშირებითაც. ეს არ ნიშნავს რომ ადამიანები ანტისემიტები არიან. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ იცით, მე ვცდილობ საჭმელი დაუდო ოჯახს. და ვცდილობ რომ სპარსელებს, ისრაელელებს და ებრაელებს აუხსნა იმაში, რომ იცით, ამ ყველაფრისთვის უბრალოდ შეზღუდული მოთმინებაა. ეხლა ვფიქრობ თუ არა, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება ან რეჟიმის გარეშე გრძელვადიან პერსპექტივაში. მსოფლიო, მათ შორის ამერიკაც. დიახ, იმიტომ რომ ეს მათი გამოცხადებული მიზანია, ამერიკის დამარცხება და ისინი ამას სერიოზულად ამბობენ და არ გაჩერდებიან. ისინი რეალურად იდეოლოგიურად მიიჩნევენ, რომ დედამიწაზე მშვიდობა არ იქნება, სანამ ისრაელი და ამერიკა არ განადგურდება. და შემდეგ ისინი ყველას გადააქცევენ. და ყველას გადააქცევენ როგორც უნდათ. მაგრამ იცით, ამავე დროს უნდა გამოვიჩინინოთ მოთმინება. არის პოლიტიკა. თუ პრეზიდენტი ტრამპი იცით დაკარგავს წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, მას იმპიჩმენტს გამოუცხადებენ და შემდეგ ის ჩაეფლობა სასამართლო საქმეებში. ხო, მისი ვადის დარჩენილ პერიოდში და მერე მართლა არაფერი გაკეთდება. ასე რომ ვფიქრობ, იცით, გვტკივა გული, როცა ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს ყოველდღე აგრძელებენ სიკვდილით დასჯას. მაგრამ არის, იცით, ჩვენი პოლიტიკა. არსებობს სტრატეგია და ვფიქრობ, უბრალოდ უნდა ვილოცოთ. ვენდოთ და ცოტა მოთმინება გამოვიჩინოთ. მიუხედავად იმისა, რომ მოთმინება მტკივნეულია. გულისხმობ, სრულიად გეთანხმებით. ვცდილობ ნახევრად სავსე ჭიქა დავინახო. და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა არსებობდეს რაღაც სტრატეგია, რადგან ეს მემორანდუმი, რაც არ უნდა იყოს, იმდენად ცუდია, რომ დაუჯერებელია. ზედმეტად კარგია, რომ ნამდვილი იყოს. იმდენად ცუდია, რომ დაუჯერებელია. არ შეიძლება. ვიტყოდი, რომ აუდიტორიისთვისაც არასწორი იქნება იმის თქმა, რომ იცით, ნახე გამოკითხვები ისრაელიდან, მაგრამ ეხლა უცებ ყველა ტრამპის წინააღმდეგია. არა, იცით, ეს არასწორია. რა თქმა უნდა, ეს არასწორია და მე ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი ვარ ისრაელის მედიაში, ვინც ამბობს, მოდით ცოტა მოთმინება გამოვიჩინოთ, რაღაც ნანამდვილად კარგად არ არის. მოდით ცოტა მოთმინება გამოვიჩინოთ. ვფიქრობ, აქ კიდევ რაღაც ხდება. და მგონია, რომ ისინი მაინც საკუთარ თავს გასცემენ. არა, რა თქმა უნდა. ისინი საკუთარ თავს გასცემენ. მორიელი ყოველთვის მორიელია. და სწორედ ესენი არიან ისინი. კარგი, ჰეი, ამ კვირაში ცოტა სხვანაირად ვაკეთებთ. ნაძირალები და გმირები ერთდროულად. სანდრა, ვინ არის შენი ნაძირალა და გმირი ამ კვირაში? ამ კვირაში ჩემი ნაძირალები არიან ისინი, ვინც ამბობს, როგორც ქრისტიანი. ჩვენს ებრაელ მეგობრებს დიდი ხანია უწევთ გამკლავება მათთან, ვინც ამბობს, როგორც ებრაელი. და ბოლო დროს ვისმენთ ტაკერს და მის მსგავსებს, რომლებიც ამბობენ, როგორც ქრისტიანი, რაც მაწენინებს, როგორც ქრისტიანს. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ითვისებენ ჩემს რწმენას იმისთვის, რომ გაამართლონ თავიანთი სიძულვილი, არიან ჩემი კვირის ნაძირალები. კარგი, საკმაოდ კარგი ნაძირალები და თქვენი გმირები. ჩემი გმირები ამ კვირაში, ეს მართლაც საოცრად ლამაზი იყო. ეს ჩვენი 21-ე UFI სამიტია ვაშინგტონში, დათქე. მე კონკრეტულად ამ ინიციატივაზე მუშაობდი მთელი ჩემი ცხოვრება, რაც ზუსტად 45 წელია ისრაელის გვერდით დგომის თვალსაზრისით. და წელს აქ უფრო მეტი ადამიანი ყავს ებრაული თემისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისრაელის სახელმწიფოდან ვიდრე ოდესმე. და ისინი ჩემი გმირები არიან, რომ მოდიან გვიჭერენ ხარს, ჩვენს გვერდით განან და აცნობიერებენ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობრობა, რაც ძალიან დიდ იმედს მაძლევს. და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. ფრთხილად იყავით, რას ისურვებთ? რადგან არ მინდათ, რომ 5 წელიწადში ეს ებრაული კონფერენცია გახდეს, კარგი? ჩვენ ბევრად მეტი ვართ ვიდრე თქვენ. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს, ყველგან ვახერხებთ მოხვედრას. შარი, აბა, ვინ არის შენი ნაძირალა და გმირი? სანდი და მე ძალიან გავართ ერთმანეთს და ზოგ მხრივ ცხადია ქრისტიანი, ებრაელი, განსხვავებულები ვართ. ამიტომ ჩემი ამ კვირის ნაძირალები არიან ის ნაძირალები, რომლებიც ებრაელების სახელით ლაპარაკობენ. და როცა ისინი ჩემს სახელით ამბობენ ანტისიონისტურ და ანტიებრაულ რაღაცებს, ეს გულს მტკენს, ჩემს შვილებსაც და ჩვენს ებრაულ იდენტობასაც აზიანებს. ამიტომ ისინი, ვინც თავს ებრაელობის სახელით მოლაპარაკება დასაღებენ, სინამდვილეში ებრაელებივით არ ლაპარაკობენ და არ იქცევიან და სწორედ ისინი არიან ჩემი ამ კვირის ნაძირალები. მაგრამ სრულიად საპირისპიროდ ჩემი ამ კვირის გმირები არიან ათასობით ქუფის წევრი, ყველა 50 შტატიდან, რომლებმაც თვითმფრინავებით, მანქანებით იმგზავრეს, სამსახურიდან შვებულება აიღეს და ვაშინგტონში ჩამოვიდნენ. მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ დაეჭირათ მხარი ისრაელისთვის და ებრძოლათ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. მე უკვე 19 წელია ქუფიში ვარ და ეს არასდროს წყვეტს ჩემს გავაცებას. პირველ ღამეს, როცა ოთახს მოვავლებ, თვალს და ვხედავ ყველა იმ სხვერპს, რაც ხალხმა გაიღო აქ მოსასროლად, ჩვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად, ისრაელისა და ჩემი ხალხის, ებრაელი ხალხის მხარდასაჭერად, ეს ჩემი წრის მთავარი მომენტია.
მართლა ძალიან ამაღელვებელია, არ ვიცი უკვე რამდენჯერ ვიტირე, რადგან ფიქრობ, ისინი თავიანთ ცხოვრებას სწირავენ იმისთვის, რომ დაგვეხმარონ, მეტაფორულად ტყვია მიიღონ, აიტანონ ყველა ის თავდასხმა, რასაც მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ მოდიან და ჩვენს გვერდით დგანან. ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელია. და ამის საპირისპიროდ იცით ისინი როგორც ებრაელი, ებრაელობაზე მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ, როცა ისრაელსა და სხვა ებრაელებს აპირებენ გაკრიტიკებას. ისინი საცოდავები არიან, ვერ ვიტან მათ. კარგი. შაჰმა მეში თალი, რომელიც ჯერ ნაძირალაა შენთვის და მერე გმირი. ყოველ კვირას იმდენი ნაძირალა მყავს, მაგრამ განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ეს თვითგამოცხადებული ჰაფი ტორონტოდან, რომელმაც გასულ კვირას ებრაელებს დაედევნა. და იგივე სქემა ხედავთ ევროპაშიც, სადაც ბარსელონაში შაბათის მსახურების შემდეგ ბრბოები, ესპანური ბრბოები შაბათს ებრაელებს დაედევნენ და ბავშვების მკვლელებად მოიხსენიებდნენ. ეს ჩემს თავზეც გამოვცადე ბრუკლინში, სადაც ბოლო წელიწად ნახევარში რამდენჯერმე დამესწლენ თავს და დამაშინეს გენოციდის ინჟინერად, ბავშვების მკვლელად და სხვა სახელებით მომიხსენიებდნენ. და ამის გამო ჩემი კვირის გმირი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დღეს ორშაბათია, პირველი ორშაბათი 4 ივლისის შემდეგ და 4 ივლისი, როგორც იცით, ჩემი დაბადების დღეა. დიახ, გილოცა დაბადების დღეს. დიდი მადლობა. შარმას და ამერიკის შეერთებულ შტატებს დაბადების დღე აქვთ 4 ივლისს. ჩემი გმირი ემა ლაზარუსია. თუ არ იცით ვინ არის ის, აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი ისტორია. ემა ლაზარუსი იყო აქტივისტი და პოეტი. ის ნამდვილად ეხმარებოდა ამერიკის კულტურის ჩამოყალიბებას, როგორც თავშესაფარი იმიგრანტებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით დევნას გაურბოდნენ, რათა აქ ეპოვათ თავისუფლება, სამოქალაქო თავისუფლებები და კეთილდღეობა. მისი ნაწერები, განსაკუთრებით კი პოემა „მომეცი შენი დაღლილი, შენი ღარიბი, შენი ერთმანეთზე მიჯრილი მასები“, თავისუფლებისკენ მიისწრაფვიან. ეს სიტყვები თავისუფლების ქანდაკებაზეა ამოტვიფრული, როგორც სინათლისა და იმედის შუქურა ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში კანონიერად შემოდის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების საძიებების საძიებლად. რაც ყველაზე საინტერესოა ემა ლაზარუსის შესახებ ის არის, რომ მე-19 საუკუნის შუა წლებში, როცა რუსი ებრაელები იდევნებოდნენ და ქუჩებში ბრბოები ესხმოდნენ თავს, როგორც დღეს ვხედავთ, ის გახდა ღიად გამოხატული სიონისტი. და რა დაემართა მას? ის ყველა თავისი საზოგადოების მიერ გამოირიცხა. მე-19 საუკუნეში. მე-19 საუკუნის შუა წლებში ღმერთო ჩემო. ყველა პროგრესული, ვინც მას ემიგრანტებისა და დემილი თემების დამცველად მიიჩნევდა, სრულიად გამორიცხეს და საზოგადოებრივად გააგარიღეს. და მას მართლაც განუვითარდა დაავადება და პოსტტრაუმული აშლილობა, რამაც საბოლოოდ მოკლა იგი 30-იანი წლების შუა ან ბოლოს. ის სულ ახლახან იყო ევროპაში ჩასული, რათა ესაუბრა ანტისემიტიზმის პრობლემებზე და ემხრობოდა ებრაული სახელმწიფოს შექმნას 10 წლით ადრე, ვიდრე ჰერცლი რამე სიტყოდა სიონიზმზე. ასე რომ არ დაივიწყოთ ემა ლაზარუსის ისტორია და არ შეწყვიტოთ ბრძოლა მისი სახელით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში 1 საუკუნის შემდეგაც ისევ იმავე ისტორიაში ვიქნებით. ისევ და ისევ. ვაუ, შამა, და მართლაც საოცარია, რომ მისი სახელით ორგანიზაცია შექმანი. სეფარდი ებრაელი ქალი, რომელიც თავის დროზე ბევრად წინ იბრძოდა. დიახ. და უმეტესობა ადამიანების არც კი იცნობს მას. რა სამწუხაროა. საოცარი, შთამაგონებელი ქალია, რომელსაც ყველა უნდა მიუბაძოთ, პატივი ვცეთ და მეტი გავიგოთ მასზე. მადლობა შამა. დოქტორ შილა, ვინ არის თქვენი ნაძირალა და გმირი? მინდა ამ მომენტით ვისარგებლო და ყურადღება გავამახვილო ანტისემიტიზმის ყველა გამოვლინებაზე სამედიცინო სფეროში. ჩემი ამ კვირის ნაძირალა არის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია. ღმერთო. ეხლა ფედერალური სამოქალაქო უფლებების გამოძიების ქვეშაა ანტისემიტური დისკრიმინაციის ბრალდებების განო. ვაუ, მალ გამოიყენეს ისეთი სიტყვები, როგორიცაა დეკოლონიური თერაპია და როგორც ამბობენ, სიონიზმს ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევდნენ. ღმერთო ჩემო. ლოისმინეთ ყურადღებით. ანტისემიტიზმის ბევრი შემთხვევაა ექიმებში, ექთნებში და სხვებშიც. მეორე მხრივ ჩემი კვირის გმირი ამერიკის ებრაული სამედრაული სამედიცინო ასოციაცია, რომლის საბჭოს წევრიც ვარ, რომელიც კონგრესს განათლებას აწვდის და სინათლის შუქურასა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ადგილად იქცა სამუშაო გარემოში, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში. ასე რომ ასოციაციამ უკვე ძალიან ბევრს მიაღწიან. თუ ამერიკის ებრაული სამედიცინო ასოციაციის შესახებ არ გსმენიათ, აუცილებლად გაეცანით მათ საქმიანობას.
ვაუ, შილა, რატო არის ასეთი მძიმე მდგომარეობა სამედიცინო პროფესიაში? ეს გაერთიანებულ სამეფოშიც ნახეთ და ავსტრალიაშიც. ჩემს დას გიბრალტარში, საიდანაც არის, ქონდა შემთხვევები ანტისემიტ მედდასთან. რა ხდება? რატო იქ? მე ვფიქრობ, რომ DEI საშინელი იყო. მაგალითად, UCLA-ის სამედიცინო სკოლაში სტუდენტების 20% ებრაელი იყო. მათ მოიყვანეს საშინელი DEI-ის პასუხისმგებელი. იქ ძალიან ბევრი საშინელი რამ მოხდა. მათ უარი თქვეს დამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევაზე. ვაუ. სამედიცინო სკოლის 50% ვერ აბარებდა მათ საბაზისო გამოცდებს. როცა კლინიკურ წლებზე გადავიდნენ, მათ ვერ ცნობდნენ საბაზისო ანატომიას. მათ ებრაელების მიღება 1%-მდე შეამცირეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მიღების მაჩვენებელი უნდა ასახავდეს წარმომადგენლობის პროცენტს შეერთებულ შტატებში. ვაუ, ანუ რადგან ებრაელები მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, ხო ასეა? მათ წელიწადში მხოლოდ 1 ებრაელს იტაბდნენ. და ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს ასეა, მაგრამ მეორე რამეც არის. ასევე, ფიქრობთ, რომ ადამიანები ექიმები ხდებიან უფრო დაბალი სტანდარტებით? მეორე რამ, რაც ვფიქრობ, იცით, ნამდვილად უნდა ითქვას. ბევრ ადამიანს ესეთ შეხედულებებს მშობლები სწორედ სადილის მაგიდასთან უნერგავენ. იცით, ირანში რომ ვიზრდებოდი და შემდეგ ამ საზოგადოებაში ვიყავი, შეიძლება ზოგიერთმა არ იცოდა, რომ ებრაელი ვიყავი. მესმოდა, რას ამბობდნენ ისინი სადილის მაგიდასთან. ებრაელები ასე? ებრაელები ასე, ებრაელები ისე, ხო ასეა? ასე რომ იმის ფიქრი, რომ 4 წელი სამედიცინო განათლების შეცვლის მთელი ცხოვრების ანტისემიტურ ინდოქტრინაციას, რომელსაც შენი ოჯახი გაძლევდა, ყუილია. ისინი უბრალოდ შემოახვეს. ხო, კიდევ ერთი რამ არის ის, რომ ვინ არიან სამედიცინო სტუდენტები, მასწავლებლის საყვარელები. ასე რომ თუ მათ მასწავლებლებმა უთხრეს, რისი და როგორ უნდა სჯეროდეთ ებრაელებზე ან ისრაელზე, ისინი ცდილობენ თავიანთი მასწავლებლები გაამაყონ. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ძილში ვიყავით იმ ინდოქტრინაციის მიმართ, რაც ხდება არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, არამედ სკოლებშიც, პირველიდან მე-12 კლასამდე, რაც ამ ტიპის აზროვნებისთვის ამზადებს მათ. ჩვენ ნამდვილად ძილში ვიყავით. და ეს არის იცით, თუ გსურთ ქვეყნის დაპყრობა, დაიპყარით მათი უნივერსიტეტები. დაიპყარით მომავალი თაობის გონება. ზუსტად ეს გააკეთა ირანმა, რომ დაემხო ფეხლებების დინასტია. დიახ, ზუსტად ასეა. ეს იყვნენ სტუდენტები უნივერსიტეტებში, მემარცხენეები, რომლებიც ამბობდნენ, რატომ ცხოვრობ შაჰის სასახლეში, რატომ არიან უსახლკაროები ქუჩაში, რატომ არ არის თანასწორობა. და ყოველთვის მორალური უპირატესობა, ლამაზი სიტყვები, როგორიცაა მრავალფეროვნება, თანასწორობა, ჩართულობა. ეს სიტყვებია, რომლებსაც ისინი იყენებენ, რათა გაგრძნობინონ თითქოს კარგ საქმეს აკეთებ. მაშინ როცა შენსავე დაღუპოს უჭერ მხარს. საოცარია, როგორ არაფერია ახალი მზის ქვეშ, არა? არაფერია ახალი. ამას ბიბლიაშიც პოულობთ, ამას ვხედავთ ბოლო 50 წლის განმავლობაშიც. ჩვენ მართლა არაფერია ახალი მზის ქვეშ. კარგი. ეხლა ჩემი ამ კვირის საძაგელი ადამიანი არის საშინელი კაცი, სახელად გრაჰამ პლატნერი, რომელიც სამწუხაროდ პოლიტიკოსია. ის არის ის ადამიანი, რომელმაც დაისვა ნაცისტური ტატუ, იგივე ტატუ, რომელსაც ებრაელები ხედავდნენ, როცა გაზის კამერებში მიყავდათ, ასე რომ ეს იყო ბოლო რამ, რაც მათ დაინახეს, სანამ შიგნით შევიდოდნენ და შემდეგ მან განაცხადა, რომ არ იცოდა ეს ნაცისტური ტატუ თუ იყო. თითქოს მფრიდობა და სიყვარული ეწერა გულზე. არა, ეს ნაცისტური ტატუ იყო. და რა თქმა უნდა, უამრავი ბრალდება არსებობს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. გრაჰამ პლატნერი, რომელმაც მეიში დემოკრატების პრაიმერი მოიგო, დემოკრატი ნაცისტური ტატუთი, რომელსაც როგორც ებრაელებმა მაგალითად ბერნი სანდერსმა ფაქტობრივად მხარი დაუჭირეს. და ჩაკ შუმერი, ხო, რა დამცველი ყოფილხარ, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე მიყვარს ნაძირალა, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს. და ამ კონკრეტულ ნაძირალას ჩვენთვის ძალიან ბედნიერი დასასრული აქვს, რადგან, როგორც ჩანს, მან თავი დაანება არჩევნებს. იცით რატომ? კიდევ ერთ ქალი გამოვიდა და თქვა, რომ თითქოს მან გააუპატიურა. იმიტომ რომ იცით რა, ნაძირლებმა ყველგან დატოვეს თავისი შხამი, ასე რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ კიდევ ვინმე გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს ნაგავი, რომელსაც ნაცისტური ტატუ აქვს, ასევე ქალების მოძალადია. რა სიურპრიზია. ასე რომ, გრეჰამ პლატნერ ადრე უკვე ნაბიჯვარი იყავი, მაგრამ ეხლა ნაბიჯვარი ხარ ბედნიერი დასასრულით, რადგან არჩევნებიდან გამოეთიშე. ეხლა ვის მინდა ნამდვილად გავხადო ჩემი გმირი? ამჟამად დემოკრატიულ პარტიაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ფიქრობენ, რომ წარმატების მისაღწევად, არჩევნებში გასამარჯობლად, მათ შორის ებრაელებიც, უნდა ზურგი აქციონ ისრაელს. ისინი უნდა ისაუბრონ ცუდად ისრაელზე, მათ უნდა გადააქციონ ნეთანიაჰუ ბოროტებად, ის არის ცუდი ადამიანი, ის არის განტებების სვაცი. მოდი, ისრაელი განტებების სვაცად ვაქციოთ, მათ შორის ებრაელებიც, ამას ვიტყვი, როგორც ებრაელი, იმ ებრაელებზე ვსაუბრობდი. მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომელიც არ არის ებრაელი.
და ის ძალიან ამაყობს თავისი მხარდაჭერით ისრაელის მიმართ და იმით, რომ არის სიონისტი. მისი სახელია რიჩარდ ორესი. იცით რა ხდება, როცა საკუთარ თავს პატივს სცემ? იცით რა ხდება, როცა თქვენს ღირებულებებს იცავთ? ადამიანები რეალურად პატივს სცემენ ამას. და ასე მოიგო მან პრაიმერი. და ღმერთო გთხოვ, ის მრავალი წლის განმავლობაში ჩვენთანან იქნება. ის არის ის, რაც დემოკრატიული პარტია უნდა იყოს. ის არის სიონისტი, ის ჩავკანიანია და გეია და ის ამაყი სიონისტია. სწორედ იქ უნდა იყოს დემოკრატიული პარტია. და არა ყველა ეს ებრაელი, რომლებიც ბუდიშს იხდიან იმის გამო, რომ ებრაელები არიან და თავს იწვალებენ, რომ ისრაელი შეიძულონ მხოლოდ არჩევნების მოსაგებად? აი ესეა. ჩემი ნაძირალა და ჩემი გმირი. ორივე ერთი და იმავე პარტიიდან, მაგრამ ძალიან განსხვავებული კანდიდატები. ქალბატონებო, ეს იყო დიდი პატივი. ყოველთვის პატივია კუფიში ყოფნა. ღმერთმა დაგვაცოთ მართვა. ღმერთმა დაგვაცოთ თქვენ ორივე იმ საოცარი საქმისთვის, რასაც აკეთებთ. ჩვენ ამას გვძნობთ, მარტო არ ვართ, ვიცით რომ მარტო არ ვართ. 80 წლის წინ მარტო ვიყავით და ვიცით რა მოხდა. და ვიცით რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ. ვიცით რომ ბრძოლაში ვართ. და სულ მცირე, ჩვენთვის ეს კიდევ უფრო მოგცემს ძალას, რომ ამ თბილი მიღების შემდეგ 3 დღის განმავლობაში ისევ გავიდეთ იქ. ჩვენ სიყვარულისა და სიხარულის პატარა ბუშჩი ვართ. შემდეგ კი ისევ გავდივართ და ვიბრძვით. და ჩვენ ამას შევძლებთ თქვენი მხარდაჭერის, თქვენი სიყვარულის და ყველაფრის წყალობით, რასაც თქვენ აკეთებთ ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. ღმერთმა დაგვაცოთ. ეს ჩვენთვის პატივია. ჩვენ აქ სამუდამოდ ვიქნებით. და მადლობა რომ უყურეთ The Quads, მომავალ წელს ისევ აქ, კუფიში ვიქნებით და ისევ The Quads გავაკეთებთ. მადლობა რომ უყურეთ.